ჯერ პური შევუშვათ გამოსაცხობა და შემდეგ სახსას მივხედოთ. პურის ცხობა ბუნებრივი საფუარი დავიწყე როგორც იცით და ყოველი ცხობა ცალკე თავგადასავალია როგორი გამოვა ამჯერად. 40 წუთში გამოცხება ამ დროს კი სამზარეულოს მისალაგებლად გამოვიყენებ. შევუდექი სააღდგომო დიდ დალაგებებს გადავწმინდე მტვერი ადგილებიდან სადაც მხოლოდ მე ვიცი რომ მტვერია თორემ სტუმარი 100 წელი ვერ შენიშნავდა. ასევე გავწმინდე ფანჯრები მომდევნო გაწვიმებამდე ზუსტად 2 საათით ადრე. და სულის მოსათმელად წყლის დალევა გადავწყვიტე რაშიც სასიამოვნო გემოსთვის ციტრუსს ვაგდებ ხოლმე ამჯერად გრეიპფრუტი მქონდა. ერთ კვირაში საინტერესოს მუზების მომზადებასაც დავიწყებ, რადგან ბლენდერი შევიძინე ჩემი თავისთვის სააღდგომო საჩუქრად და თანხა ტოპ-ქარტით გადავანაწილე. 6-დან 15 აპრილის ჩათვლით ტოპ-ქარტს მითითებულ კატეგორიებზე გაზრდილი ვადები აქვს პარტნიორ ობიექტებში. არაპარტნიორებთან გადახდისას კი ვადას ლიბერთის მობაილ ბანკში გავუზრდი და თანხას ჩვეულებრივ უპროცენტოდ გადავანაწილე. ბარათიც ძალიან მარტივად ავიღე, ციფრული ვერსია შევუკვეთა ტოპ-ქარტ ჯის. ჩემს სამზარეულოს რომ დავუბრუნდეთ, პურის გამოცხობის შემდეგ ყვავილები გავწმინდე, რადგან აქ მინდა სააღდგომო დეკორაციების მოწყობა. დათვსთან ერთად გავხსენი წიწილები და ბაჭიები, ეს სააღდგომო ფერადი კვერცხები კი ჩვენს ყვავილებზე ჩამოვკიდე. ჩემს სამზადის მომდევნო დღეებშიც გაგიზიარებთ, დღეს კი ხარების დღესასწაულს გილოცავთ.